ინფექციონისტი პროფესორი ქალბატონი მაია ბუწაშვილი. მაიკო დილამშვიდობისა, მოგზანდით. ჩვენი საუბრები საკმაოდ ხანდაზმულია და სხვადასხვა სიტუაციაში სხვადასხვა პრობლემას ეძღვნება ხოლმე, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ სეზონური პრობლემები არის ზუსტად ის თემა, რომელიც ყოველ წელს ბრუნდება და რომელსაც ყოველ წელს ვუბრუნდებით ჩვენ. რა თქმა უნდა, იცვლება სხვადასხვა სურათი გვაქვს სეზონის შესაბამისად, სხვადასხვა წელს არის რაღაც, რაც მეორდება, არის რაღაც, რაც ძველი გააქტიურდება ხოლმე და არის რაღაც ახალი, რაც გვემატება. არის თუ არა, მოდით ზოგადი ნაწილით დავიწყოთ. არის თუ არა მნიშვნელოვანი სეზონური ინფექციების, ანუ სეზონურად გადამდები დაავადების განსაკუთრებით გათვალისწინება და შემოდგომა არის თუ არა სწორედ სეზონური ინფექციების გაცოცხლების, გააქტიურების ყველაზე ესეთი მნიშვნელოვანი ეტაპი. დიახ, მართლაც არის ინფექციები, რომლებიც სულ ასე ვთქვათ, ჩვენთან ერთად არიან, მათ კარგად ვიცნობთ, ყოველწლიურად შემოდიან ჩვენ საზოგადოებაში და შემოდგომა ზუსტადაც რომ ის დროა, როდესაც ეს ინფექციები განსაკუთრებით აქტუალური ხდება და ჩვენ ვემზადებით გრიპის სეზონისთვის ასევე, რომელიც ყოველ წელს ახალი შტამით გვევლინება ხოლმე, ვემზადებით ვაქცინაციით. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა სეზონს თავის სპეციფიური ინფექციები აქვს, ზაფხული სეზონი გამოირჩევა, მაგალითად უფრო მეტად დიარეული დაავადებებით. ახლა იწყება უკვე რესპირატორული, ანუ სასუნთქი გზების დაზიანებით მიმდინარე ინფექციების სეზონი. ჩვენ აუცილებლად ახლა უკვე იძულებულები ვართ ვახსენებთ COVID-ს, იმიტომ რომ ფაქტობრივად COVID სეზონურობა არ აქვს და ბოლო 3 წელია რაც ის გაჩნდა ჩვენს ცხოვრებაში მეტნაკლები სიმწვავით ყველა სეზონზე გვევლინება ხოლმე. ამიტომ COVID-ის სეზონურობაზე არ ვსაუბრობთ, თუმცა ის ყველა სეზონზე აქტუალურია და ახლა აშკარად შეინიშნება მისი კიდევ ერთი შემოbrunება. ჩვენ დეტალურად ვისაუბროთ ბევრ საკითხზე, იმიტომ რომ საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანია გარკვეული რეკომენდაციები პრაქტიკულ ჭრილში და დავიწყებ იმ ფრაზით, რომელიც თქვენ გამოიყენეთ. ზაფხული, რომელიც თავისი სეზონური მისთვის დამახასიათებელი ინფექციებით გამოირჩევა, თითქოს დასრულდა, მაგრამ ამინდის თავისებურება და ის რომ ზაფხულის კუდი ჯერ კიდევ გვაქვს და გარკვეული ინერციაც ნიშნავს თუ არა იმას, რომ ჩვენ ზაფხულის ზოგიერთი ინფექცია გადმოყვა შემოდგომაზე, ზაფხულისთვის დამახასიათებელი ზოგიერთი ინფექცია. მე რატომ გისვამთ ამ კითხვას? შეგნებულად გისვამთ, იმიტომ რომ ჩვენ არაერთხელ გვითქვამს იმის შესახებ, რომ ზაფხულში დიარეით მიმდინარე ინფექციები, თქვათ, საკვებით გამოწვეული ტოქსიკოინფექციები და ასე შემდეგ. თითქოს უფრო ლოგიკური ბუნებრივი ამბავია და ახლა, როდესაც ადამიანები სურდოსთან ერთად გულისრევას, ღებინებას, ნაწლავურ აშლილობას უჩივიან, ავტომატურად ამბობენ, რომ ეს არის ენტერო ინფექცია, რომელიც ზაფხულისგან არის გამოყოლილი. მართლაც ასეა თუ არა? ზოგადად ამ ტერმინზე ბევრჯერ ვისაუბრეთ ამ სტუდიაშიც და მაგრამ საჭიროა კიდევ განმარტება. და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ენტეროვირუსი არ არის სწორი ტერმინი, ენტეროვირუსები არის სულ სხვა ჯგუფის ინფექციები და არაფერი საერთო არ აქვს იმასთან, როგორც მას ახსენებენ, ანუ დიარეულ დაავადებებთან. ამ დაავადებებს არ ქვიათ ენტეროვირუსული დაავადება, ქვიათ დიარეული დაავადებები და შეიძლება გამოწვეული იყოს ვირუსებით, ბაქტერიებით და პარაზიტებით. დიარეა არსებობს დაავადებები, რომლებიც სადაც წამყვანია დიარეა და მათ უწოდებთ დიარეულ დაავადებებს, ანუ როდესაც ინფექციები პირველ რიგში აზიანებს კუჭ-ნაწლავის სისტემას. მაგრამ უამრავი სხვა ინფექციის დროს დიარეა არის ერთ-ერთი წამყვანი, თუმცა მეორადი სიმპტომი. მაგალითად, სასუნთქი გზების ზოგიერთი ინფექციის დროს დიარეა გვევლინება როგორც ერთ-ერთი შემაწუხებელი სიმპტომი და გულისრევა. ჩვენ ვახსენეთ COVID-ი და COVID-ის დროს ერთ-ერთი წამყვანი სიმპტომია დიარეა და გულისრევა, მიუხედავად იმისა, რომ COVID-ი არის სასუნთქი გზების ინფექცია, მაინც გრიპის დროსაც არც თუ ისე იშვიათია გულისრევა და დიარეა. ასევე ერთ-ერთი ის ვირუსი, რომლის დროსაც ერთ-ერთი წამყვანი სიმპტომი არის ადენოვირუსი, რომელიც ასევე სასუნთქი გზების დაზიანებით მიდის, თუმცა შეიძლება ნაწლავების დაზიანებაც მიმდინარეობდეს და გულისრევა და დიარეა ახლდეს. ადენოვირუსს აქვე დავამატებ, კიდევ ერთი სიმპტომია კონიუნქტივიტი, რომელიც შეიძლება ერთვოდეს. ამიტომ ესე მკაცრად გამიჯვნა დიარეული და არადიარეული ინფექციების, რა თქმა უნდა, ვერ ხდება, იმიტომ რომ ბევრი სხვა დაავადების დროსაც დიარეა არის წამყვანი სიმპტომი და აი ახლა ჩვენ ამის წინაშე ვართ.
მომრავლებული კოვიდის შემთხვევების გამო ძალიან ბევრ ადამიანს აქვს გულისრევა და დიარეა და ეს სწორედ კოვიდთან არის ასოცირებული და არავითარი აქ ენტეროვირუსი არ გვაქვს. სწორედ ამიტომ დაგისვით ეს კითხვა, იმიტომ რომ ახლა ამ სეზონზე გამოვლენილ პრობლემებს შორის ძალიან ხშირად არის ადამიანთა მხრიდან ჩივილი, რომ გულისრევა აქვს, ღებინება აქვს, დიარეა აქვს, ესე იგი ენტეროვირუსი აქვს და არც ერთ შემთხვევაში დასაშვებად არც კი განიხილავენ, რომ ეს შეიძლება იყოს კოვიდთან ან სხვა რესპირაციულ ინფექციასთან დაკავშირებული. ძალიან მნიშვნელოვანი იყო თქვენი განმარტება და ჩვენ ლოგიკურად მივედით ფრაზასთან, აი ახლა მოცემულ მომენტში თუ შევხედავთ ჩვენს რეალობას, ძირითადად რომელი ინფექციებია აქტუალური და სეზონთან ერთად რომელმა ინფექციებმა იჩინა უფრო მეტად თავი. ვახსენე კოვიდი კიდევ გავიმეორებ, სამწუხაროდ სტატისტიკა ეს აღარ ახლდება და არ ვიცი ზუსტი ციფრები, მაგრამ მე შემიძლია ვილაპარაკო ყოველდღიური კლინიკური პრაქტიკით და ლაბორატორიები აშკარად უფრო მეტ დადებით დიაგნოზებს სვამენ, როგორც PCR-ით, ისე სწრაფი ტესტით და ამიტომ ჩვენ ვხედავთ კოვიდის შემთხვევებს. საბედნიეროდ ძალიან იშვიათია გართულებული შემთხვევები ჰოსპიტალიზაციით მიმდინარე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყურადღება უნდა მოდუნდეს, ტესტირება და 5-დღიანი იზოლაცია მაინც აუცილებელია. რაც შეეხება სხვა ინფექციებს, საყურადღებოა ასევე რესპირაციულ სინციტიური ვირუსი. ეს უკვე აქტუალურია? დიახ, აი კეთდება ესეთი კვლევა, რაღაც 21 სხვადასხვა რესპირატორულ ინფექციაზე PCR პანელი და ჩვენ იქ ვხედავთ ხოლმე სპექტრს, რა პაციენტები შემოდის უფრო მეტად და აი მაგალითად ეს რესპირაციულ სინციტიური ვირუსი საკმაოდ აქტუალურია. ჩვეულებრივ სტერეოტიპულად ამ ვირუსზე ვამბობთ, რომ ეს არის ჩვილი ბავშვების დაავადება, თუმცა მოზრდილებში საკმაოდ ხშირია და ხანდაზმულებში ხშირად გართულებებით მიმდინარეობს. როგორ გამოვლინდება ეს დაავადება? რა ნიშნები აქვს, რა უნდა იცოდეს საზოგადოება? ძალიან გავს ზოგადად რესპირაციული ინფექციები ერთმანეთს, ანუ ხველა, ტემპერატურა, ყელის ტკივილი ყველასთვის წამყვანია, თუმცა რესპირაციული სინციტიურის დროს ნაკლებად არის მაგალითად გულისრევა და დიარეა, სუნთქვის გაძნელება, იმიტომ რომ წვრილ ბრონხებს აზიანებს და ამიტომ ბრონხიტით გართულება, სუნთქვის გაძნელება და განსაკუთრებით სპეციფიურია მისთვის, რომ საკმაოდ დიდ ხანს, ხანგრძლივად კვირების მანძილზე შეიძლება ბოლომდე ვერ გამოჯანმრთელდეს ადამიანი და დარჩეს ხველა. აი ამ დროს არის ხოლმე ერთ-ერთი პრობლემა, რომ ადამიანები გაუთავებლად სვამენ სხვადასხვა ხველის წამალს და უნდათ რომ რაღაც ჯადოსნური ჯოხი არსებობდეს, რომლითაც ხველა მოისპობა და მოითხოვენ მედიკამენტებს. სამწუხაროდ ხველის წამლები არ არის ისეთი ეფექტური, როგორც ჩვენ გვინდა რომ იყოს. მათ უბრალოდ ერთადერთი დანიშნულება აქვთ, რომ ცოტა შეგვიმსუბუქონ სიმპტომები და ეს ყოველდღიური ჩვენი აქტივობები, ასე ვთქვათ, გაგვიმარტივონ, თორე ხველის მორჩენა როგორ მოვირჩინო ხველა, ეს არის ძალიან აქტუალური კითხვა. ბავშვს ახველებს და რა წამალი დავალევინო, მუდმივად. და სულ ერთ ეგებს ვიმეორებ, სამწუხაროდ ხველის წამლები ფაქტიურად არ არსებობს. არსებობს წამლები, რომლებიც ცოტა გვეხმარება, მაგალითად ნახველის გათხიერებაში, თუ თქვათ, სადღაც გვინდა გასვლა და გაუთავებელი მშრალი ხველა გვაქვს დროებით დათრგუნვაში, იმიტომ რომ ხველის დათრგუნვა საკმაოდ ცუდია და არ არის მიზანშეწონილი. დიახ, მით უფრო თუ იმას გავითვალისწინებთ, უკაცრად ჩაგერთეთ, მაიკო, რამდენად მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის დაცვითი რეაქციები. ვაცემინებთ, ეს დაცვითი რეაქცია კი შემაწუხებელია, ზოგჯერ უხერხულობასაც ქმნის, მაგრამ ზედასასუნთქი გზების გასათავისუფლებლად ჩვენ გვაქვს ასეთი რეფლექსური რეაქცია, ისევე როგორც ხველა არის დაცვითი რეაქცია, როდესაც შედარებით უფრო ქვედა სეგმენტებიდან ხდება გათავისუფლება და ესეც ორგანიზმისათვის ძალიან მნიშვნელოვანი რეაქცია, რომლის სისტემატური დათრგუნვა რასაკვირველია არ იქნება კარგი. ზოგადად სიმპტომებთან ბრძოლა არის ადამიანების ძალიან ესეთი мотиваცია. ეს ეხება ხველას, ეს ეხება დიარეას და სიცხეს. იზოლირებულად ცალ-ცალკე. აი ადამიანებს უნდათ რომ სიმპტომი მოიხსნას და მე თითქოს სტერეოტიპულად თვლიან რომ ამით დაავადებას ებრძვიან. აი აქ არის ხოლმე ყველაზე დიდი შეცდომა. ებრძვიან სიცხეს, ამ დროს ტემპერატურაც არის ერთ-ერთი დაცვითი რეაქცია და სიცხის დამწევი პრეპარატები მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ უბრალოდ კომფორტულად ვიყოთ და ძალიან არ შევწუხდეთ და არა იმიტომ, რომ აუცილებლად უნდა დავწიოთ და თუ თერმომეტრი ნორმალურ ტემპერატურას უჩვენებს, ესე იგი დაავადება აღარ არის, ასე არ არის. ამიტომ სიცხის დამწევი მხოლოდ იმიტომ უნდა გამოვიყენოთ, რომ ფიზიკურად უკეთესად ვიგრძნოთ თავი. ასე ებრძვიან ადამიანები დიარეას და ძალიან დიდი რაოდენობით მოიხმარენ მექანიკურად კუჭის შემკვრელ მედიკამენტებს, ასე ვთქვათ და ესეც არასწორია და ასე ებრძვიან ადამიანები ხველას. სინამდვილეში თუ ჩვენ ძალიან სერიოზული დისკომფორტი არ გვაქვს, არ გავდივართ საზოგადოებაში და დროებით არ გვინდა რომ ეს სიმპტომი უბრალოდ
შევაჩეროთ, რომ არ შეგვიშალოს ხელი. ჯობია რომ შევეშვათ აი ამ სიმპტომებთან ბრძოლას. რა თქმა უნდა, სასურველია ყოველთვის ვეძებოთ მიზეზი და თუ მიზეზს სჭირდება ბრძოლა, იმის კორექცია გავაკეთოთ. მაგრამ თუ არა, აი მაგალითად ჩვეულებრივი სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციების დროს ჩვენ არ გვაქვს წამალი, ხო, არ არსებობს მედიკამენტი. ამიტომაც არის რომ ძალიან არც თავაზობთ ხოლმე აქტიურად პაციენტებს ზუსტად დიაგნოზის დასმას, თორე დღეს მედიცინა შეუძლია ზუსტად დასვას, რომელი რესპირატორული ვირუსია, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ ყველასთან ერთნაირად ვიქცევით. აქ არის საჭირო მოთმინება, დროის ფაქტორი, ну, რა თქმა უნდა, არსებობს ტრადიციული რაღაც თბილისი თხეები, მოსვენების მდგომარეობაში ადეკვატური მოხმარება. დიახ. და დამხმარე სიმპტომური საშუალებები თუ კიდევ ვიმეორებ ძალიან გვაწუხებს და ჩვენი ცხოვრების ხარისხს ძალიან არღვევს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს უამრავი რაღაც იგივე ყველი სიცხის დამწევი არის საწინააღმდეგო ასეთი რაოდენობით წამლების მიღება, რა თქმა უნდა, არ არის მიზანშეწონილი. ძალიან კარგ თემას შეეხეთ, მაიკო, და მე სიამოვნებით გავიმეორებდი ამას მაყურებლისათვის სხვადასხვა დღეს, იმიტომ რომ სწორედ ამ ფაზაში იმყოფება ახლა ჩვენი საზოგადოება, როდესაც სეზონური ინფექციების რაოდენობა და სიხშირე მოიმატებს და ჩვენი ცდუნებაც, რაც შეიძლება მეტი საშუალება გამოვიყენოთ იმისათვის, რომ თითქოს ეს ყველაფერი დავძლიოთ, ძალიან კარგად იყო განმარტებული თქვენ მიერ სად არის ყველაზე ხშირი ჩვენი შეცდომა და რა ცოდნა იქნება საუკეთესო დაცვა ჩვენი ორგანიზმისათვის. ჩვენ ვიდეო რჩევით გავაგზავნებთ გადაცემას და რასაკვირველია, დაუბრუნდებით საუბრის ძირითად თემას. წესების სასუნთქი სისტემის დაავადებების დროს. ადამიანის ორგანიზმი სისტემატიურად კარგავს წყალს. შარდის, ოფლის, ამონასუნთქი ჰაერის, ფეკალიების გზით. სასუნთქი სისტემის დაავადებების დროს ხშირად იმატებს სხეულის ტემპერატურა. იზრდება წყლისა და საკვები ნივთიერებების დანაკარგი. ამიტომ ავადმყოფობის პერიოდში აუცილებელია გაზარდოთ მიღებული წყლისა და ელექტროლიტების რაოდენობა. რაციონში გამოიყენოთ ნატურალური პროდუქტები. საკვები უპირატესად თხევად მდგომარეობაში მიირთვათ. საკვები უნდა იყოს თბილი, საშუალოდ 45 გრადუსი ცელსიუსით და არა ცივი ან ცხელი. გამოიყენეთ კარგად დაქუცმაცებული, მოხარშული ან ორთქლზე მომზადებული პროდუქტები. არასოდეს დააძალოთ საკვების სიცხიან ბავშვს. არ აიძულოთ ფიზიკური აქტივობა საკუთარ თავს, ან შეუძლოთ მყოფ ოჯახის წევრს. უმჯობესია მოსვენება მკვეთრი განათებისა და მონიტორების გარეშე. სიცოცხლის გახანგრძლივება და არა გადამდებ დაავადებათა თავიდან აცილება შესაძლებელია. სწორი კვებით, რეგულარული ფიზიკური აქტივობით. თამბაქოზე უარის თქმით. აირჩიეთ ჯანსაღი ცხოვრების წესი პირადი ექიმის რჩევით. ვაგრძელებთ სეზონურ ინფექციებზე საუბარს პროფესორ მაია ბუწაშვილთან ერთად და მაიკო, თქვენ საუბრობდით რესპირაციულ სინციტიალურ ვირუსზე და მისი დამსახურებით გამოწვეულ ინფექციურ დაავადებაზე და გამოყავით ცალკე ეგრეთ წოდებული ჩვილების ჯგუფი და ხანდაზმულების ჯგუფი. ეს არის ამ ინფექციისათვის დამახასიათებელი თავისებურება და მოსალოდნელია თუ არა, რა კი სპეციფიკური ასაკობრივი ჯგუფია ამ ვირუსით გამოწვეული რაიმე გართულებები სწორედ ჩვილებსა და ხანდაზმულ ადამიანებში. დიახ, სწორედ ამ ჯგუფში და ასევე იმ ადამიანებში, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვს, ეს სტანდარტულად ყველა ინფექციაზე ეს ყოველთვის არის რისკის ჯგუფი. დიახ. განსაკუთრებით ზიანდება ეს ჩვენი ბრონხული ხე და უჭირთმათ სუნთქვა და ზოგჯერ საჭირო ხდება ხოლმე ჰოსპიტალიზაცია და დახმარება შეიძლება ჟანგბადითაც. აი ხანდაზმულებში მაგალითად აი ამერიკის სტატისტიკას თუ მოვიშველიებთ, ყოველწლიურად 10,000-მდე ადამიანი გარდაცვალების მიზეზია რესპირაციულ სინციტიური ვირუსი ყოველ სეზონზე. ამიტომ აქ პრევენცია ზოგადად ძალიან რთულია ხოლმე, როგორ გითხებია, როგორ დავიცვათ თავი. სასუნთქი გზების ინფექციისგან თავის დაცვა არც ადვილია და ნაკლებად არის ქცევასთან დაკავშირებული. თუმცა რა თქმა უნდა, უნივერსალური წესები არსებობს, COVID-მა ჩვენ ეს გვასწავლა, მაგრამ აი რატომღაც დღემდე ისევ COVID-ზე განსაკუთრებულად ამახვილებს ხალხი ყურადღებას, და გარკვეული აგრესიაც აქვს საზოგადოებას COVID-ის ხსენებისას, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად რეალურია მისი არსებობა და სრულიად რეალურია ის, რომ მისი თქვათ გავრცელების მაჩვენებელი ახლა სეზონურად იმატებს ჩვენს ქვეყანაში. დიახ. COVID-მა ერთი სიკეთე მოიტანა, რომ აი რაღაც ცოტა ჩვევები გააუმჯობესა ადამიანებს, როგორ დაიცვან თავი, როგორ დაიცვან შემოყოფები და ეს ჩვენ და განვაზოგადოთ ზოგადად სასუნთქი გზების ინფექციებზე, იმიტომ რომ
იმის თქმას ვცდილობ, რომ არანაკლებად პრობლემურია სხვა რესპირაციული ინფექციების. COVID ახალი იყო და ბევრი ზიანი მოუტანა ჩვენ საზოგადოებას, მაგრამ ათწლეულებით და საუკუნეებით არსებობს ეს ვირუსები, რომლებზეც ისევე უნდა მოვიქცეთ, ანუ თუ სიმპტომები გვაქვს, დავიცვათ სხვები და არ გადავდოთ და თუ ჩვენ გვაქვს სიმპტომები, თავს მოუაროთ, ასე ვთქვათ და არ გავირთულოთ და თუ არის, ვთქვათ, სუნთქვის გაძნელების ნიშნები, აი ამაზე უნდა ვიყოთ ყურადღებით. ჩვილ ბავშვთან ცოტა უფრო რთულია. აი მაგასთან დაკავშირებით უკაცრავად უნდა ჩაგერთოთ, იმიტომ რომ ბევრი კითხვა არის, ჩვილი ბავშვები, რომლებიც სწორედ სურდოს ფონზე ვერ სუნთქავენ, ჭირვეულობენ, ტირიან, ვერ იძინებენ, ვერ იკვებებიან, ასეთი ბავშვები შეიძლება ბინის პირობებში დავტოვოთ. მშობელთა გარკვეული ნაწილი კითხვა. თუ კი ჩვეულებრივ მე საერთოდ სულ ვამახვილებ ყურადღებას, რომ არ არის საჭირო ესე ვთქვათ, ამდენი ჰოსპიტალიზაცია, შეიძლება სამედიცინო ჩარევის გარეშე. ჩვილი ბავშვების სხვა კატეგორია აქ ძალიან რთულია მშობლისთვის იმ საშიში ნიშნების შეფასება, რომლის დროსაც აუცილებლად ბავშვს ჭირდება ჰოსპიტალიზაცია და დახმარება. ამიტომ ჯობია, რომ თუ ბავშვს აქვს რესპირაციული ინფექცია, ჩვილს დროულად ჩაერიოს პედიატრი და მან შეაფასოს. თუმცა რა თქმა უნდა, მშობლებმაც რამდენიმე ნიშანი მაინც უნდა იცოდნენ, ეს არის ვთქვათ, თუ ბავშვი ჩვეული აქტივობით აღარ გამოირჩევა, მივარდნილია, მოლურჯო ფერის სახეზე, ეს ასე თუ ისე იციან მშობლებმა, განსაკუთრებულად ჭირვეულობს, საკვებზე უარს ამბობს, სითხეს არ იღებს, მაგრამ ჯობია ეს გადაწყვეტოს პედიატრმა, იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, ზოგჯერ საათებში გადაწყვეტილება ამისაღები ხოლმე, რომ ბავშვი სჭირდება ჰოსპიტალიზაცია და ჟანგბადით დახმარება. მსგავსია ხანდაზმულებში, აქ უფრო ადვილია ცხადია დიფერენცირება, იმიტომ რომ მათ შეუძლიათ გვითხრან, რომ უჭირთ სუნთქვა და სუნთქვის უკმარისობა აქვთ. პულს ოქსიმეტრი ჩვენ ცხოვრებაში შემოიტანა COVID-მა და კარგი ნივთია იმისთვის, რომ განსაზღვროთ საოჯახო პირობებში უკვე იციან ადამიანებმა ჟანგბადის სატურაციის ცნება და ეს მხოლოდ COVID-ს არ ეხება. სასუნთქი გზების სხვა ინფექციების დროს, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ჯანმრთელ ადამიანს არ ჭირდება წამდაუწომ ჟანგბადის სატურაციის ზომვა, მაგრამ ხანდაზმულებში, ქრონიკული დაავადებების ფონებში, სხვა რესპირაციული ინფექციის დროსაც მშვენიერი საშუალებაა საოჯახო პირობებში შევაფასოთ ადამიანს ხომ არ ჭირდება ჟანგბადით დახმარება და ეს ეხება რესპირაციულ სინციტიურ ვირუსსაც, გრიპის ვირუსსაც და ხანდაზმულებში კარგია თუ ოჯახის წევრები ამის მონიტორინგს გააკეთებენ, ან თუ ამბობენ რომ უჭირთ სუნთქვა, იქ აუცილებლად ჭირდებათ სამედიცინო დახმარება. თქვენ გამოყავით რესპირაციულ სინციტიალური ვირუსი, რომელიც ძალიან აქტუალურია შემოდგომაზე, ახსენეთ COVID-ი და COVID-ისათვის ამ სეზონზე, ამ ქვეშტამისთვის დამახასიათებელი და გამორჩეული ისეთი ნიშნები, როგორიც არის, ვთქვათ, გულისრევა, ღებინება, დიარეა, რაც ძალიან საყურადღებოა, რომ საზოგადოებამ გაითვალისწინოს, მით უფრო მაშინ, როდესაც ჩვენ პრაქტიკულად ტესტირების მიმართ დამოკიდებულება რადიკალურად შეცვლილი გვაქვს და უამრავი ასეთი შემთხვევა უბრალოდ თუნდაც იმ ენტეროვირუსის სახელწოდებით რჩება საზოგადოებაში არადიაგნოსტირებული. უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ნამდვილად ასეა. კიდევ რა ვირუსებია ახლა აქტუალური, რომელიც გრიპთან მივალთ, მაგრამ გრიპის გარდა არის კიდევ რაიმე ვირუსი, ვთქვათ, იგივე ადენოვირუსი ახსენეთ. რამდენად აქტუალურია, მით უფრო რომ მას გამოარჩევს თვალის ლორწოვანის დაზიანება, როგორც ეხან ბრძანებდით. ადენოვირუსიც ასე ვთქვათ, ძველი ვირუსებიდან არის, რომელიც სეზონურობა ნაკლებად ახასიათებს, სხვა შორის ზაფხულშიც გვხვდება, მაგრამ შემოდგომა მაინც კლასიკურად ამ ჯგუფის ვირუსებისთვის არის, გვხვდება, ანუ გამოიყოფა ადენოვირუსი, ვხედავთ, წამყვანი აქაც არის ისევ გულისრევა და დიარეა, საკმაოდ იშვიათად ვხედავთ კონიუნქტივით, რომელიც კლასიკურად ვიცით, რომ მისი ერთ-ერთი სიმპტომია, მაგრამ ყოველთვის აუცილებელი არ არის. მოკლედ, ეს დიარეა და გულისრევა საკმაოდ წამყვანი სიმპტომია აი ამ სეზონზეც რესპირაციული ინფექციისთვის და ყველა უკავშირებს, მაგალითად, ხშირად ამბობენ, რომ მოვიწამლეს და რაღაც კონკრეტულ საკვებზე გადიან. ზაფხულში ეს ეჭვმიტანილი პროდუქტია საზამთრო. ახლა ყველა ყურძენზე ლაპარაკობს, თუმცა რა თქმა უნდა, უმრავლეს შემთხვევაში ყურძნით მოწამვლასთან საერთოდ არ გვაქვს საქმე. თითქმის უმრავლეს პაციენტი ამბობს, რომ ჭამე ყურძენი და დარწმუნებული არ ვარ, რომ კარგად იყო ბოლომდე გარეცხილი და ამიტომ აქვს ეს სიმპტომები. რა თქმა უნდა, სეზონურად ჩვენ იმ პროდუქტს უკავშირებთ, რასაც ყველაზე მეტად მოვიხმართ. გასაკვირველია, ყოველთვის ყავს ასე გაწერული სეზონური პროდუქტი, რომელიც ბრალდებულად გამოცხადდება და უაპელაციოდ ყველაფერს ვაბრალებთ ხოლმე ამ პროდუქტებს. თუმცა საზამთროთ და ყურძნით მოწამვლა ახლა რეალურად არც ისეთი აქტუალური
და მით უფრო, როდესაც ჩვენ საუბრობთ მაგალითად სეზონურად გააქტიურებულ ადენოვირუსზე. რა რისკებია ადენოვირუსთან დაკავშირებული გართულებების თვალსაზრისით? ჩვენ გართულებებზეც ვთქვათ და ვთქვათ თუ რესპირაციული სინციტიალური ვირუსის შემთხვევაში თქვენ ბრძანეთ რა ჩვილები, ხანდაზმულები, ადენოვირუსის შემთხვევაში როგორ გვაქვს ასაკობრივი ჯგუფი არის სამიზნე რომელიმე? აქაც რა თქმა უნდა ისევ მცირე ასაკის ბავშვები, ჩვილები წამყვანია. ადენოვირუსის მთავარი პრობლემაა გახანგრძლივებული სიმპტომები. ანუ საკმაოდ დიდხანს მიმდინარეობს სიმპტომები და აქ ერთვება ხოლმე უკვე პრობლემა იმასთან დაკავშირებით, რომ როგორც წესი წააშველებენ ანტიბიოტიკს. იმიტომ რომ რაღაცნაირად გაუცნობიერებლად, როდესაც სიმპტომები, ეს საუკეთესო შემთხვევაში გახანგრძლივების დროს ზოგჯერ სამწუხაროდ პირველივე დღეებიდან იწყებენ ანტიბიოტიკებს გაუაზრებლად, რომ ეს არის ვირუსული ინფექცია და არავითარი ანტიბიოტიკი არ ჭირდება და ვერც უშველის. და მით უმეტეს თუ გახანგრძლივდა სიმპტომები, თითქმის 100%-თან მიახლოებულად უკვე რთავენ ხოლმე ანტიბიოტიკებს. ეს თავის მხრივ იწვევს მერე ნაწლავური ფლორის დარღვევას და რაღაცნაირად ადამიანები მანკიერ წრეზე ტრიალებენ და მერე იწყება ეს გაუთავებელი, მოუწესრიგებელი საკვების მონელება და კუჭ-ნაწლავის სიმპტომები, რითაც უამრავი ადამიანი იტანჯება. ადენოვირუსი ხშირად აი ამის გამშვები არის ხოლმე. როდესაც თქვენ ბრძანეთ ორგანიზმის გამოსვლა წონასწორობიდან და ბრძანეთ რომ ვირუსის ბრალდებით, აი ადენოვირუსი დაასახელეთ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში კარგავს ასეთ წონასწორობას, აქვს შორეული, ვთქვათ, ხანგრძლივად რჩება რაღაც შედეგები. ჩვენ მივედით ლოგიკურად ისეთ ინფექციასთან, რომელიც კაცობრიობის ისტორიას თან დაასდევს და საკმაოდ დრამატული ისტორიები, თან დრამატული შედეგები. ჩვენ ვლაპარაკობთ გრიპზე. რასაკვირველია, გრიპი არ არის ჯერ ძალიან აქტუალური და როგორც წესი ეს არის ხოლმე განსაკუთრებით აქტუალური უკვე ნოემბერში, ოქტომბრის მეორე ნახევრიდან, მაგრამ სექტემბერში ვიწყებთ ამაზე საუბარს და ოქტომბრის პირველ ნახევარში ინტენსიურად საუბრობთ ამაზე. რატომ საუბრობთ ასეთი მონდომებით ყოველ წელს გრიპზე და რატომ არ კარგავს ეს საკითხი აქტუალობას? რითი გამოირჩევა ეს ინფექცია და რატომ ვთვლით ექიმები, რომ ეს არის არასათანადოდ შეფასებული საზოგადოების მხრიდან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხე, რომელზედაც თუ ჩაუღრმავდებით სტატისტიკა საუკეთესო არგუმენტებს გვაწვდის ხოლმე. გრიპის ვირუსი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ვირუსია და შესაბამისი სპეციალისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო იმ მხრივ, რომ უნიკალური თვისება აქვს შესანიშნავად შეიცვალოს თავისი ბუნება და ყოველწლიურად მოგვევლინოს ახალი სახით. სხვათა შორის კაცობრიობა გრიპის პანდემიას ელოდა და არავინ არ ელოდა, რომ ეს იქნებოდა კორონავირუსი, იმიტომ რომ ეს ყველაზე ისეთი ცუდად დამახსოვრებული, ვთქვათ, პანდემიები, რაც კაცობრიობას ახსოვს და რამაც უდიდესი მსხვერპლი მოიტანა, სწორედ გრიპის ვირუსის ქვესახეობები იყო ხოლმე. და ლოგიკური იქნებოდა, რომ ყველა შემდეგი პანდემიაც ყოფილიყო კაცობრიობისთვის საშიში და ასე ვთქვათ, მასშტაბური მოვლენა ყოფილიყო სწორედ გრიპით გამოწვეული. ჩვენ მაგალითად გვახსოვს 2000-იანი წლების დასაწყისში ძალიან დიდი შიშით ველოდით ფრინველის გრიპის პანდემიას და საბედნიეროდ არ განვითარდა და არ შევიდა პანდემიის ბოლო ფაზაში და გაჩერდა მეოთხე ფაზაზე, თუმცა ეს საფრთხე მოხსნილი არ არის. გრიპი ერთი შეხედვით თითქოს უწყინარი დაავადებაა, მაგრამ შეუძლია ისეთი ბუნებით მოგვევლინოს, რომ გადაიქცეს სერიოზულ პრობლემად ძალიან მაღალი სიკვდილობით და ამის ბევრი მაგალითი ახსოვს კაცობრიობას. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ყოველ წელს მაინც გარკვეულად შიშით ველოდებით გრიპს, როგორი იქნება წელს. როგორც ველოდებით წელს, მაიკო, გვაქვს რაღაც ინფორმაცია, იმიტომ რომ ძალიან ხშირად არის ხოლმე, ჩვენ ვამბობთ, რომ აი წინა სეზონზე რომ ცირკულირებდა, რომ იყო გავრცელებული, სავარაუდოდ ის შტამის ვერსია იქნება მიმდინარე სეზონზე. ხან არის მოლოდინი, რომ შეიძლება ყველაფერი განსხვავებულად განვითარდეს. ზუსტად იგივე შტამი პრინციპში არ მეორდება ხოლმე არასოდეს, წელს რაღაც ჯერჯერობით განსაკუთრებული სიგნალები არ არის, რომ საბედნიეროდ რაღაც ერთი სრულიად რადიკალურად განსხვავებული პანდემიური შტამი მოგვევლინოს, იმედი ასე არ იქნება, მაგრამ თუნდაც დავანებოთ თავი ძალიან განსხვავებულს და პანდემიურს. მისი ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, სტანდარტული შტამები ძალიან ბევრ თავის ტკივილს გვიჩენს იმ მხრივ, რომ უამრავ ადამიანს აინფიცირებს, ერთი შეხედვით თითქოს ეს ჩვეულებრივი სეზონური შტამებიც ძალიან ბევრ გართულებას, ჰოსპიტალიზაციას და ლეტალურ
შემთხვევებს იწვევს. ამიტომ გრიპის სეზონისთვის მზადება ყოველ წელს მნიშვნელოვანი და აქტუალურია და მზადებაში რა თქმა უნდა უვლისმო ვაქცინაციას. ჯერჯერობით სამწუხაროდ არ არის ვაქცინა, მაგრამ როგორც კი გაჩნდება არ შეიძლება ეს არ ვახსენოთ, რომ ადამიანები უნდა იყვნენ ყურადღებით, როგორც წესი სახელმწიფო მაღალი რისკის ჯგუფებს უკეთებს ვაქცინას უფასოდ, ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ და მოვემზადოთ გრიპის სეზონისთვის და ისევ და ისევ შეიძლება ერთი და იგივეს ვიმეორებ, მაგრამ აქვე მინდა ისევ გავიმეორო, რომ გრიპის ვაქცინას ჭრდილს აყენებს ის ფაქტი, რომ ადამიანები თუ კი მერე ისევ რომელიმე გაცივებით მიმდინარე ინფექცია შეიძენენ, ახველებთან სიწყე აქვთ, ამბობენ რომ მე ავიცერი და მაინც დამემართა, იმიტომ რომ სიტყვა გრიპი ცნობიერებაში აერთიანებს ყველა რესპირაციულ ინფექციას. სინამდვილეში გრიპი არის ერთი კონკრეტული დაავადება, ერთი კონკრეტული ვირუსი, როგორც ცალკე არსებობს COVID, ადენოვირუსი და ასე შემდეგ. და ჩვენ ეს ვაქცინა გვიცავს ერთი კონკრეტული ვირუსისგან, მას ეს ამბიცია აქვს და ვერავითარ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ვერ დაგვიცავს ყველა ეგრეთ წოდებული გაცივებით მიმდინარე დაავადებისგან, მაგრამ ეს ამბიცია ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ჩვენ უნდა მივიღოთ, იმიტომ რომ ეს არის 10 წლეულების მანძილზე აპრობირებული სრულიად უსაფრთხო ვაქცინა, რომელიც მკვეთრად ამცირებს ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილობას. ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ შეკითხვას თქვენ თავად უპასუხეთ, იმიტომ რომ თქვენ დასვით ეს კითხვა, თქვენი ყოველდღიური გამოცდილებიდან გამომდინარე, როდესაც ადამიანები თვლიან, რომ ფუჭია ასეთი აიცრა და მაინც დაემართა და ასეთ შემთხვევაში თქვენ ძალიან კარგად ახსენით რა უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რომელსაც ასეთი დაუძლეველი ეჭვი უჩნდება. მაგრამ არის კიდევ ერთი კითხვა, რომელიც მე დარწმუნებული ვარ, თქვენ ძალიან კარგად იცით, მაგრამ მე უნდა დაგისვათ ასევე იმ ადამიანთა სახელით, რომელიც თვლის, რომ ერთხელ თუ ავიცრები გრიპის საწინააღმდეგოდ, გასაგებია, კარგი ავიცრები, მაგრამ ყოველ წელს რომ ვიცრები, ეს ჩემი ორგანიზმისათვის რამდენად უსაფრთხოა და რამდენად სწორია ერთი ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად, ასე გავიმეტო ჩემი თავი, რომ ყოველ წელს წავიდე და ავიცრა. ეს კითხვაც გსმენიათ დარწმუნებული ვარ. მუდმივად, როგორც წეგავთ, თქვით, გრიპი ყოველ წელს სხვადასხვანაირ სახეობით გვევლინება, მათ შტამებს უწოდებთ. და წინა წლის ვაქცინა ვერ გვიცავს შემდეგი წლის სეზონური ვირუსისგან. ამიტომ ყოველწლიური აცრა გვჭირდება ორგანიზმისთვის, ეს არავითარი რაღაც განსაკუთრებული დატვირთვა ან იმუნური სისტემისთვის დამაზიანებელი გავლენა არ აქვს. სხვათა შორის ადამიანებს კვლევების ნაკლებად ჯერათ ხოლმე. კარგია რომ COVID-მა სხვათა შორის ეს კულტურა შემოიტანა და ადამიანებმა დაიწყეს რაღაცა კვლევის შედეგების აღქმა და კითხვა. მაგრამ ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ რაღაც კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, უფრო მეტად სარწმუნოა ხოლმე ადამიანებისთვის დროის ფაქტორი. რისი თქმა მინდა, რომ გრიპის ვაქცინამ დაამტკიცა უკვე 10 წლეულებია თავისი უსაფრთხოება. დავანებოთ თავი, რომ კვლევები ამას ადასტურებს, უკვე ჩვენი თვალით ვხედავთ, თვითონ ადამიანებსაც თავიანთ თავზე გამოსცადეს, რომ უამრავი ადამიანი 10 წლეულებია იცრება და ის თავს კარგად გრძნობს. ჩვენ წარმოვიდგინოთ ახლა იმ ჩვენი იმუნური სისტემისთვის რამხელა შეჯანჯღარება და პრობლემაა თვითონ ვირუსი. რომელიც იჭრება ჩვენს ორგანიზმში, მოიცავს მთელს ორგანიზმს გრიპის ვირუსი და რა მდგომარეობაში აყენებს ჩვენს იმუნურ სისტემას. ამასთან შედარებით ვაქცინით შეტანილი ის დოზა ხომ ფაქტურად თითქმის არაფერს არ ნიშნავს, მინიმალურია. ამიტომ ეგ არგუმენტი, რომ ყოველწლიური ვაქცინაცია რაიმე საშუალებს, რა თქმა უნდა, საფუძველს მოკლებულია და კიდევ მეორე ეს დრომაც და პრაქტიკამაც დაამტკიცა უკვე. მაიკო, რამდენიმე კითხვა უნდა დაგისვათ საზოგადოების, ასე ვთქვათ, ინტერესიდან გამომდინარე. ჩვენ რაღაც ეტაპზე რამდენიმე წლის წინ ძალიან აქტიურად საუბრობდით H1N1-ის შესახებ, ეგრეთ წოდებული ღორის გრიპის შესახებ. ეს თან დართული ეს განმარტებები ფრინველის ღორის საზოგადოებისათვის უფრო ადვილად აღსაქმელი, ამიტომ აბრევიატურასთან ერთად გამოვიყენე. და გასულ სეზონზე ჩვენ დავიწყეთ ისევ საუბარი H1N1-ის შესახებ, იმიტომ რომ იყო ასეთი შემთხვევები და საკმაოდ რთული ასეთი შემთხვევები იყო. შესაბამისად არის ინტერესი, რომ ეს ღორის გრიპი არის თუ არა ისევ აქტუალური საკითხი და იქნება ჩვენი პოპულაციისთვის აქტუალური საკითხი თუ არა და კიდევ ერთი გავრცელებული შეკითხვა, რომელსაც აი ამ შემდეგ რაც ამ კითხვაზე მოკლედ მიპასუხებთ, მე დაგისვამთ.
H1N1 თავის დროზე, როდესაც ის პანდემიის სახით მოგვევლინა, წლების წინ ბევრად უფრო საშიში ვირუსად მოგვევლინა, როდესაც ახალი შემოდის, რა თქმა უნდა, ჯერ იმუნური სისტემა მოუმზადებელი ადამიანებს გადატანილი არ აქვთ, ის ბევრად უფრო დამაზიანებელი ეფექტის მქონეა. შემდეგ H1N1 გადაიქცა ერთ-ერთ ასე ვთქვათ სტანდარტულ სეზონურ ვირუსად და ყოველწლიურად ის გვევლინება და ცირკულირებს, რა თქმა უნდა, წელსაც იქნება, ამიტომ H1N1 ყოველთვის შედის ყოველწლიური ვაქცინის სპექტრში. მაგრამ ის უკვე ვეღარ გადაიქცევა იმ თქვათ პანდემიურ მონსტრად, რომლის საშიშროებასაც თქვათ ჩვენ ასე თუ ისე ველოდებით ყოველ წელს, იმედია ეს მოლოდინი ფუჭი აღმოჩნდება, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, მაგრამ H1N1 მოკლედ არის ერთ-ერთი საკმაოდ ხშირად გვევლინება სეზონური ვირუსი გრიპის. და ერთი შეკითხვა, რომელიც უკავშირდება თქვენთვის ასევე ძალიან კარგად ნაცნობ თემას, ადამიანები, რომლებსაც აქვთ ქრონიკული ინფექციური დაავადება. და ეს დაავადება არ არის რესპირაციული ვირუსებით გამოწვეული, მაგრამ სხვა რომელიმე ვირუსით არის გამოწვეული, აი მაგალითად დავასახელებდი ჰეპატიტებს, რომელიც ნიშნავს იმას, რომ ადამიანის ორგანიზმში ეს ინფექცია არის, მიმდინარეობს, ზოგი მკურნალობს, ზოგი განიკურნა, მაგრამ ეს არის გარკვეული ინფექციური ფონი, რომელსაც შეიძლება თან დაერთოს რომელიმე სეზონური პრობლემა. აი ასეთ შემთხვევაში რა თავისებურებები არის გასათვალისწინებელი და რა უნდა იცოდნენ იმ ადამიანებმა, ვისაც რომელიმე ქრონიკული ინფექცია აქვს. მათ შორის ეს შეიძლება იყოს ტუბერკულოზი, ისევე როგორც ვთქვათ, მე ჰეპატიტი ვახსენე. და ასევე აი ინფექცია. ქრონიკული ინფექციები საბედნიეროდ ძალიან ბევრი არ არის ჩამონათვალი, ფაქტიურად ჩვენ თითქმის ყველა ჩამოვთვალეთ. აქ ყველაზე მთავარი შეცდომაა ხოლმე, რომ თუ ადამიანს რომელიმე ქრონიკული ინფექცია აქვს, გონია რომ მისთვის მაგალითად იგივე გრიპზე ვაქცინაცია არ შეიძლება. COVID-თან დაკავშირებითაც ეს უდიდესი შეცდომა იყო და ხშირად ამის გამო ადამიანები უარს ამბობდნენ COVID-ის ვაქცინაზე. ეს არასწორია, თუ ადამიანს რომელიმე ქრონიკული ინფექცია აქვს, მისთვის ყველაზე მეტად არის მოწოდებული იგივე გრიპის ვაქცინა. რა თქმა უნდა, ამ ადამიანებმა კიდევ უფრო მეტად უნდა იზრუნონ იმაზე, რომ ნაკლები კონტაქტი ქონდეთ, ვთქვათ, როდესაც არის ვირუსის აფეთქებები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს მოერიდონ ან გამოიყენონ პირბადე და პირბადეც არ არის მხოლოდ COVID-ისთვის შექმნილი და სხვა ინფექციების დროსაც. თქვენ ეს რამდენჯერმე გაიმეორეთ, რომ სხვა რესპირაციული ინფექციებისთვისაც მიზანშეწონილი თავდაცვისთვის არის ასეთი მარტივი საშუალების გამოყენება. ამიტომ ქრონიკული ინფექციების მქონეებისთვის შეიძლება სხვა რესპირაციული ინფექციები და გრიპი ცოტა უფრო მეტად პრობლემური გახდეს და მათ უფრო მეტი ყურადღება ჭირდებათ ამ მხრივ. რომ შევაჯამოთ სულ რამდენიმე ძირითადი რეკომენდაცია რომ გავუზიაროთ ჩვენს მაყურებელს. ჩვენ ვისაუბრეთ სხვადასხვა წახნაგზე რესპირაციული სეზონური ინფექციების შესახებ, მათი ნაირსახეობის შესახებ ვისაუბრეთ, მათი გამოვლინებების და შესაძლო გართულებების შესახებ ვთქვით და რამდენიმე არ მიყვარს ხოლმე სიმართლე გითხრათ ასეთი უნივერსალური რეკომენდაციები, იმიტომ რომ თუ გავითვალისწინებთ ყველა ადამიანს თავისი საჭიროება და თავისი რისკები აქვს, მაგრამ სეზონური ინფექციების გათვალისწინებით როგორც ინფექციონისტი, რა რეკომენდაციებს მისცემთ საზოგადოებას, რომ შევაჯამოთ დღევანდელი ჩვენი საუბარი? პირველი და მთავარი მაინც მეჩვენება რომ არის ნაკლები მედიკამენტის მიღება, იმიტომ რომ მთავარი პრობლემა ამ რესპირაციული ინფექციების დროს არის კიდევ ვიმეორებ გაუთავებლად მცდელობა იმისა, რომ სიმპტომები მოვიშოროთ და ამის გამო უამრავი წამლები და ხშირად სხვადასხვა მედიკამენტის მოსინჯვა, სხვა მედიკამენტის მოსინჯვა და მე მათგან დამცავების დამატება და ასე შემდეგ და სია უზარმაზარია ხოლმე. უნდა გამოვიჩინოთ მოთმინება, ისევ და ისევ დაუბრუნდები ყველა დიდხანს გრძელდება და ვაცალოთ უნდა და კი დავეხმაროთ ცოტა ჩვენს ორგანიზმს, მაგრამ უნდა ვაცალოთ და ის თანდათანობით გაივლის, ასევე უნდა ვაცალოთ სიცხეს და ასე შემდეგ. ეს არის მთავარი გრიპთან დაკავშირებით გვაქვს საშუალება რომ მოვემზადოთ, ანუ როგორც კი ვაქცინა გაჩნდება და ამას გავიგებთ მედია საშუალებებით, ჩავიტაროთ ვაქცინაცია და გარშემოყოფები დავიცვათ, რაც მთავარია, როდესაც სიმპტომები გვაქვს, ვეცადოთ რომ მოვერიდოთ მათ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ბოლო რეკომენდაცია, იმიტომ რომ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენ არა მარტო საკუთარი თავის ჯანმრთელობაზე, არამედ სხვა ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა არ გვავიწყდება და ყველა ის წინამორბედი ღონისძიებაც ამას ემსახურება საბოლოო ჯამში თავს იყრევს იმ ბოლო რეკომენდაციაში, რომელიც თქვენ გაუზიარეთ საზოგადოებას. მაიკო, ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან მეგობრობისთვის და თანამშრომლობისთვის, დღევანდელი რჩევებისთვის. მაყურებელს შევახსენებ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის პირველი ბლოკის სტუმარი გახლდათ ჩვენი გადაცემის მეგობარი და გულშემატკივარი, რომელიც არის
ინფექციონისტი პროფესორი ქალბატონი მაია ბუწაშვილი.